მოგესალმებით, დღეს შენთვის გვაქვს იაკობ ცურტაველის შუშანიკის წამების ამონარიდები. ეს მეხუთე საუკუნის უძველესი ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებია. დიახ, ანუ წმინდანის ცხოვრების აღწერა. და გვიყვება დედოფლის დრამატული ისტორიას, რომელმაც რწმენისთვის მართლა წარმოუდგენელ ტანჯვას გაუძლო. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ამ ტექსტიდან გამოვკვეთოთ მთავარი საკვანძო მომენტები. და დაგანახოთ, თუ რატომ არის ეს ტექსტი დღემდე ასეთი მნიშვნელოვანი. შევეცდებით გავაცოცხლოთ შუშანიკის ეს ბრძოლა. ბრძოლა იმპერიულ ზეწოლას, პირად ღალატს და, ურყევ რწმენას შორის. ძალიან საინტერესოა. მოდი დავიწყოთ მაშინ. თავიდან ვინ ყავს? მთავარი ფიგურები არიან შუშანიკი, ხო, სომეხთა სარდლის ვარდან მამიკონიანის ასული, ღრმად მორწმუნე ქრისტიანი. და მისი მეუღლე, ვარსქენ პიტიახში ქართლის ერისთავი, იმ ხარის მართველი. კი ბატონო, რომელიც თავიდან თავადაც ქრისტიანი იყო. ეს მნიშვნელოვანია. ხო, მაგრამ აქ იცვლება ყველაფერი, არა? ვარსქენი პოლიტიკური სარგებლისთვის მიდის სპარსეთის მეფის კარზე. დიახ, და ეს არ იყო რაღაც უბრალო ვიზიტი, ეს პირდაპირ გვაჩვენებს იმ ეპოქის რეალობას, როგორც ცდილობდა ზოროასტრული სპარსეთი ქართლზე გავლენის მოპოვებას. რელიგიის გამოყენებით, ფაქტობრივად. სწორედ. და ამ პოლიტიკურ თამაშში ის უარყოფს ქრისტიანობას, იღებს მაზდეანობას, ანუ ცეცხლთა ყვანის მცემლობას. და მეტიც მეფეს პირდება, რომ ცოლსაც და შვილებსაც მოაქცევს. ხო, ორის სანაცვლოდაც მეფე მას თავის ასულს პირდება ცოლად. წარმოიდგინეთ სიტუაცია. და ეს ამბავი შუშანიკამდე აღწევს, თანაც მონის პირით. მისი რეაქცია არის, გამანადგურებელი. ტექსტი ძალიან დეტალურად აღწერს, როგორ ეცემა მიწაზე თავის იცემს. ეს ალბათ მარკო რელიგიური ღალატი არ იყო მისთვის, არა? უფრო პირადი ტრაგედია. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ღრმა პირადი ტრავმა და ღალატია. და ამის მერე ტოვებს სასახლეს შვილებთან ერთად, ეკლესიას აფარებს თავს. იქვე სახლდება, ხო? პატარა სენაკში. დიახ, ეკლესიასთან ახლოს. და როცა ვარსქენი ბრუნდება, დაპირისპირება გარდაუვალია. ის ხუცესებს ელაპარაკება. ავტორსაც იაკობს. და ცხადია, უკმაყოფილოა ცოლის საქციელით, მაგრამ შუშანიკის პასუხი არის ძალიან მტკიცე. კი, ამბობს, რომ რაკი ვარსქენმა ღმერთი უარყო, ისიც უარყოფს ვარსქენს. ვარსქენი ცდილობს ზეწოლას, თავის ძმას ჯოჯიკს და მის ცოლს აგზავნის დასარწმუნებლად, მაგრამ ამაოდ. შუშანიკი პირდაპირ ამბობს, სიკვდილი მირჩევნია. ხო, ეს უკვე აღარ არის უბრალოდ რაღაც ოჯახური კონფლიქტი, ეს პრინციპების ბრძოლაა. ღირებულებების. და ეს ბრძოლა მალევე გადადის უკვე ფიზიკურ ძალადობაში. ვარსქენი სადილს აწყობს, შუშანიკი ძალით მიყავთ. და ის უარს ამბობს ჭამაზე. და პროტესტის ნიშნად იმდროინდელი წესის, ანუ ქალთა და მამაკაცთა ერთად ჯამის წინააღმდეგ. ღვინით სავსე ჭიქას ესვრის სახეში ვარსქენს. ამას უკვე ვარსქენი ვეღარ ითმენს. ტექსტში მართლა შემზარავი სცენაა აღწერილი. განრისხებული ვარსქენი ფეხით თელავს მას. ასტამს, ანუ საჩხრეკს თავში ურტყავს. თმით ათრევს. ხო, და ჯოჯიკი, მისი ძმა, ძილუს გამოგლეჩს ცოლს ხელიდან. ამის მერე ბრძანებს მის დაბმას და ბორკილების დადებას. და იაკობი ავტორი ფარულად ახერხებს მის ნახვას. ნაწამები შუშანიკის. და აქ ჩანს დედოფლის საოცარი სიმტკიცე. ის უარს ამბობს ჭრილობების მოშუშებაზე. თვლის, რომ ეს სისხლი ცოდვების გამოსყიდვაა. დიახ. და როცა ვარსქენი იმას, სამკაულებს თხოვს უკან, ისიც სიხარულით უბრუნებს. მიწიერი სიმდიდრე მისთვის უკვე არაფერია. მაგრამ ვარსქენის ისასტიკე გრძელდება. აღდგომის მარხვის შემდეგ ისევ აიძულებს რწმენის უარყოფას. უარის შემდეგ კი მას ეკლესიიდან სასახლემდე ეკლიან გზაზე თრევით მიათრევს. კლავს სასტიკად სცემს. ტექსტში 300 დარტყმა ანახსენები. და ბოლოს ბნელს აპყრობილეში აგდებს. კისერზე ჯაჭვს ადებს. საკანს ბეჭით ლუქავს და ბრძანებს, შიმშილით მოკლან. მონახულებასაც კრძალავს. მაგრამ ამ არაადამიანურ პირობებშიც შუშანიკის სული არ ტყდება. არა, პირიქით. იაკობი ისევ ახერხებს მის ნახვას, ამხნევებს. დროთა განმავლობაში, ჯოჯიკის თხოვნით, კისრის ჯაჭვს ხსნიან. მაგრამ ფეხის ბორკილებს სიკვდილამდე ატარებს. ხო, და ეს 6 წელი საპყრობილეში მისთვის ხდება არამარტო ტანჯვის, არამედ სულიერი ამაღლების პერიოდი.
ლოცულობს, მარხულობს, ფსალმუნებს კითხულობს. და მისი სახელი ცნობილი ხდება. ხალხი მოდის კურნებისთვის. დღეკ ტექსტი ახსენებს უშვილოთა შვილიერებას, სნეულთა განკურნებას, ბრმათა თველი სახელასაც კი, სპარსელ კეთროვან ქალსაც კურნავს, რომელიც მერე ქრისტიანობას იღებს. მაგრამ პირადი ტრაგედია მაინც არის. იგებს, რომ შვილები მაზდიანობაზე მოაქციეს. ხო, გლოვობს ამას, მაგრამ ემორჩილება ღვთის ნებას და მათ ნახვაზეც კი უარს ამბობს, რადგან მის რწმენას განუდგნენ. ვარსქენის მუქარებიც კი, რომ სხვანგან გადაასახლებს, ვეღარ აშინებს. ნამდვილად. აი, ამ ეპიზოდების ერთობლიობა გვიჩვენებს არამხოლოდ იმ ფიზიკურ ტანჯვას, არამედ შუშანიკის ფენომენალურ შინაგან სიმტკიცეს, მის ურკევ ერთგულებას რწმენისა და პრინციპებისადმი. ეს არის კლასიკური მაგალითი ბრძოლისა პიროვნულ თავისუფლებას, სინდის. და იმდროინდელ პოლიტიკურ რელიგიურ ზეწოლას შორის, რა თქმა უნდა. ნამდვილად. შუშანიკის წამება უნიკალური სარკმელია ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს სოციალურ, პოლიტიკურ, რელიგიურ ცხოვრებაში. ეს არაა მხოლოდ ერთი ქალის ამბავი. არა, ეს იმ ეპოქის ძალიან კომპლექსური სურათია. და ბოლოს, უბრალოდ დაფიქრდი ამაზე. რამდენად შორს ახვიდოდი შენ საკუთარი ღირებულებებისა და რწმენის დასაცავად დღეს.